მოგესალმები და მივესალმები ტელემაყურებელს. ცხადია, ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ ქართული ოცნებას ძალიან უჭირს რეიტინგში, განსაკუთრებით ქვემო ქართლში მათ წარმოდგენილი ყავთ ძალიან დაბალ რეიტინგული კანდიდატები და მიმართავენ ისეთ მეთოდებს, რაც არის ცდილობები მოსყიდვის, დაშინება, მუქარა, ოჯახის წევრებზე დაშინება მათ შორის. თქვენ იცით, რომ ჩვენი სიების წევრების მიმართ ამავდროულად მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ, მერობის კანდიდატების მიმართ არის ძალიან დიდი მუქარა და ზეწოლა გამოყენებული და ამის შედეგად ნახეთ, რომ ყიზილ ლაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი კარა ორუჯევი და ბოლნისის მერობის კანდიდატი ასეფ ჩირაგოვი რა მდგომარეობაში ჩააგდეს. ეს რომ არ იყოს ძალადობრივი ქმედება, თქვენ დღეს მოისმინეთ ყველამ ჩანაწერი და რაც შეეხება უშუალოდ ასეფ ჩირაგოვს, დღესაც კი მათი სახლის კარებს დიდი ბოქლო მიადებს კერძო სახლს და ეს ადამიანები არ ჩნდებიან, მისი ოჯახის წევრები არ ჩნდებიან მარნეულში, ბოლნისში და პირდაპირ მაგალითია იმისა, როგორ მოქმედებს ქართული ოცნება, მაგრამ მთავარი რა არის, ამ ყველაფერში, ამ ძალადობრივ და დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი კანდიდატები, ჩართულები არიან ეგრეთ წოდებული კრიმინალური სინდიკატი, ჩართულები არიან სხვათა შორის, რაც ჩანაწერში ჩანს და უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები, სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ჩართულები არიან ყველა ის ადამიანები, რომლებიც შემხებლობაში არიან ქართულ ოცნებასთან. ჩვენ ვითხოვთ ერთს, რომ ის ჩანაწერი, რაც დღეს გავიდა პირდაპირ ეთერში, თქვენ სარხზე, რაც გავიდა სხვა არხებზე, ძალოვანმა უწყებებმა, შესაბამისმა უწყებებმა ხომ მიიღეს ინფორმაცია, დაიწყონ შესწავლა, დაიწყონ გამოძიება და გამოიძახონ შემდეგ უკვე ყველა პირი და მოჰფინონ ნათელი ამ ჩანაწერებს. ჩვენ რა თქმა უნდა უამრავი მტკიცებულებები გვაქვს და ეტაპობრივად წარვადგენთ. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მდგომარეობას, ჩაკეტილ წრეში ტრიალებს ეს ქვეყანა და სწორედ ამიტომაც ვამბობთ ჩვენ ძლიერი საქართველო ლელო, რომ აუცილებელი არის 4 ოქტომბერს არჩევნებზე მოსვლა. აუცილებელია გამოვიყენოთ ეს უფლება, აუცილებელია გამოვიყენოთ ეს სამოქალაქო მოვალეობა, რომელიც თავის მხრივ არის შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა. ვისაც აირჩევენ, შემდეგ იმ ადამიანებს უნდა მოსთხოვონ ზუსტად პასუხისმგებლობა ყოველდღიურ პოლიტიკაზე და თქვენ იცით, რომ თვითმმართველობის საკითხები არის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების 80-90%. სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებობს მაღალი ფასები, დაბალი დასაქმება, ცუდი სერვისები, მასიურად ტერორი, ემიგრაცია, საშიში ქალაქები, კორუფცია და რაც მთავარია, ევროკავშირის დახურული კარები, ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება და დაცულობა, გვჭირდება იყოს ჯანდაცვა შესაბამისი სტანდარტით, ევროკავშირის სტანდარტით, საჭირო არის 200,000 სამუშაო ადგილი, საჭირო არის ეს ქვეყანა ვაქციოთ მიმზიდველად მეგაპროექტების ინვესტიციების შემოდინებისთვის. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ ძლიერი საქართველო ლელო და ვუხმობთ ყველას მობრძანდეთ არჩევნებზე, რადგანაც არ უნდა დანებდეთ, ირწმუნოთ საკუთარი ერთი ხმის მნიშვნელობა და რეალურად ცვლილებები მოიტანოთ ამ ქვეყანაში. კი ბატონო, ქალბატონ ლანა, კონკურენციას და საფრთხეს ხედავს ქართული ოცნება, როდესაც რაღაცნაირად ხდება თქვენს კანდიდატებზე მსგავსი მეთოდებით მათი გადაბირება, ხომ პირდაპირ ვთქვა, რა არის მიზეზი? ერთი მხრივ ისინი ამბობენ, რომ რაღაცა უმაღლეს შედეგს აჩვენებენ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც და მეორე მხრივ ბევრი ფაქტია იმის, რომ თქვენ მიერ წარდგენილი კანდიდატები დაშინებით იქნება ზეწოლით თუ ასე შემდეგ, ცვლიან საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს. ხომ რატომ ამას რით იხსნით თქვენ, ქალბატონ ლანა? ქალბატონო ანუნა, ძლიერები არ ძალადობენ და ადამიანს, როდესაც არ იშინია, არ მიმართავს ისეთ ფორმებს, რა ფორმებსაც მიმართეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. მათ აქვთ რეალური საფრთხე იმისა, რომ დამარცხდნენ თბილისში, ანუ თბილისის მეორე ტური არის აბსოლუტურად მაღალი ალბათობა. კალათის გადასალახი აქვს ბარიერი. მას ყავს მეტოქე ძლიერი საქართველო ლელო და გახარიას გუნდიდან გაერთიანებული და შეთანხმებული
კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, რომელიც არის კრისტალური წარსულის მქონე ადამიანი, რომლის უკანაც არ არის შავი შლეიფი, ან რომელიმე სისტემური დანაშაულებში მონაწილეობა. ის არის 29 წლის პირნათელი ადამიანი, რომელიც იბრძვის თბილისის მერობისთვის და ის არის ხალხის წიაღიდან გამოსული ადამიანი, რომელსაც გუნდს მხარს ვუმაგრებთ დიდი გუნდი და ამავდროულად ჩვენ გვაქვს წარდგენილი ჩვენი პროგრამა, რომელიც მორგებული არის ადამიანების საჭიროებებს. ჩვენი კანდიდატები ყველგან არიან ძალიან ძლიერები. ახლა მე არ მინდა რომ საზოგადოებამ დღეს ვინც ჩვენ გვისმენს და გვყურებს დაინახოს მდგომარეობა, თითქოს ძლიერი საქართველოს ლელოს წარმომადგენლები სადმე მასიურად ხსნიან კანდიდატურებს. არა, ასე ხდებოდა ყველა პერიოდში, ყველა არჩევნების წინ, არჩევნების განსაკუთრებით მოახლოებასთან ერთად ძალადობა, ზეწოლა და მუქარა. 3000-ზე მეტი უბანია საქართველოში და ჩვენ ყველა უბანზე გვაქვს წარდგენილი საარჩევნო სიები. რა თქმა უნდა, აღმოჩნდა რამდენიმე ოლქი ისეთი, სადაც შეძლეს აი ასეთი დიდი მუქარი ზეწოლით, შანტაჟით რამდენიმე ადამიანის გადაბირება და თქვენ ჩანაწერს თუ მოусმენთ, შეატყობთ ადამიანი რა მდგომარეობაში ჩააგდეს, ხო? ამიტომ ვამბობთ, მოდით არჩევნებზე. თუ გინდა რეალური ცვლილება ამ ქვეყანაში, უნდა მოხვიდე. აიღო პასუხისმგებლობა შენ თავზე, შეასრულო მოქალაქეობრივი ვალი, ხმა მისცე დაცულობას, უსაფრთხოებას, ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებს, ხმა უნდა მისცე აუცილებლად 200.000 სამუშაო ადგილს, ხმა უნდა მისცე უფასო კვება სკოლებში და რაც მთავარია, უნდა მისცე ხმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, რაც ამ ქვეყანაშია და ქართველი ერის გენოციდს, რაც ამ ქვეყანაში ხდება. აი ეს ვართ ჩვენ ძლიერი საქართველო ლელო, ველოდებით ყველას არჩევნებზე, გათენდება თუ არა დილა. მობრძანდით, დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი და ჩვენ ყოველთვის ძლიერი საქართველო ლელოს წარმომადგენლები ვიქნებით ხალხის სამსახურში. იდეალური კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, რომელიც იქნება ხალხის წიაღისგან წამოსული და ხალხზე ორიენტირებული ქალაქის მერი.